მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო მედეფემის პირდაპირ ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა ბავშვების საზღვრების გარეშე ნინო გუჯაბიძესთან ერთად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ჩვენი დღევანდელი თემაა სეზონური ალერგია. გადაცემის სტუმარი კი არის ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი ქალბატონი მაია გოთვა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო მაია და დიდი მადლობა რომ დრო დაგვითვეთ და სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობ მოწვევისთვის. მოდით სანამ უშუალოდ სეზონურ ალერგიაზე დავიწყებთ საუბარს, რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ აუხსნათ თუ რა არის ალერგია და რა იწვევს მას. ალერგია ეს არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა გარემოს იმ ფაქტორების, ნივთიერებების და აგენტების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანში არ იწვევს რაიმე მავნე რეაქციას. ალერგიის დროს ადამიანს უნვითარდება მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა ალერგენის მიმართ. და ასაკიც შეიძლება იყოს განსხვავებული, დაწყებული სულ თოთო რამოდენიმე დღის ბავშვის შემთხვევაში და ძალიან ასაკოვან ადამიანშიც მოხდეს ალერგიის გამოვლინება. ადრე უფრო ხშირად ალერგია ახასიათებდა ახალგაზრდა პოპულაციას. მაგრამ სამწუხაროდ რაც უფრო მიდის დრო, ალერგიას უფრო მძვინვარებს და მით უფრო მეტი ასაკის პაციენტებს დაატყდება ხოლმე თავს. და აღმოჩნდა რომ 60-70 წლის ადამიანებსაც კი, რომელთაც თითქოს მთელი ცხოვრება არანაირი სხვა გამოვლინება არ ქონიათ ალერგიის თვალსაზრისით, შეიძლება უეცრად განუვითარდეთ ალერგიის ესა თუ ის ფორმა და ზოგჯერ ძალიან მძაფრი ხასიათით. მაგალითად, ხშირი მიზეზი არის ხოლმე გარკვეული ტრავმის თუ სტრესის და სხვადასხვა დაავადების გამო ჭამლების ჭარბი გამოყენება. და ხშირად ჭამლების ჭარბი გამოყენება არის ხოლმე მიზეზი ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისა და ხშირად ეს სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება. გარდა ამისა, ხშირია ყოფაცხოვრებაში გარემო ალერგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარება. მაგალითად, საყოფაცხოვრებო მტვრის მიმართ, სოკოების მიმართ, შინაური ცხოველების მიმართ, მცენარეების მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ალერგიისა და გამოვლინებული შეიძლება იყოს როგორც ბალახების, ისე ხემცენარეების, ისე სარეველების მიმართ და გამოვლინების პერიოდიც შესაბამისი მცენარეების ყვავილობას ემთხვევა. ძალიან მძიმე გამოვლინება ალერგიისა შეიძლება იყოს ასოცირებული მწერების ნაკვენთან. მაგალითად, ფუტკრის კრაზანი, ზოგჯერ კოღოც კი შეიძლება იყოს როგორც ლოკალური, ისე სისტემური ალერგიული რეაქციების მიზეზი. საბედნიეროდ, სხვა ევროპულ თუ ამერიკულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ალერგია შედარებით უფრო ნაკლები სიხშირით არის წარმოჩენილი და ითვლება, რომ მთელ მსოფლიოში ალერგია უფრო მკვეთრად არის გამოხატული განვითარებულ ქვეყნებში. იმ ქვეყნებში, რომელიც ეკონომიურად შედარებით ნაკლებად განვითარებულია, იქ ალერგიის პრევალენსია, ანუ გავრცელება შედარებით ნაკლებია. ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყანაში თვით ნივთიერებები, რომელიც ხელოვნური გზით არის მიღებული, თქვათ, კვების საშუალებები, რომლებიც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა ფერის კონსერვანტების, პრეზერვატივების გამოყენებას, თავისთავად ხელს უწყობს ალერგიას. ამიტომაც ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის ქვეყნები და ყველა განვითარებული ცივილიზაციის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ გარკვეული კონტროლი დააწესონ საკვებ პროდუქციაზე და დიდი ყურადღებით მოეპყრან ბავშვთა კვებას, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება გენმოდიფიცირებულ საკვებს და აი ამ ალერგენებით გაჯერებულ საკვებს, რომელიც ახალგაზრდა ასაკის ბავშვებში კიდევ უფრო ამძიმებს არსებული ალერგიის კლინიკურ მდგომარეობას. სადღეისოდ ამბობენ, რომ ევროპაში ალერგია აწუხებს 150 მილიონ ადამიანს.
ამერიკაში 60 მილიონ ადამიანს. ძალიან დიდი ციფრია და ითვლება, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს ასთმისა და ალერგიის რომელიმე გამოვლენა. ჩვენთან ამ მდგომარეობა ახლა იცით, სანამ ჩვენს გეტყოდეთ ჩვენ შესახებ. ერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან დრამატული პროგნოზი არის გაკეთებული კაცობრიობის მიმართ და არის ნათქვამი, რომ 2050 წლისთვის სოფლიოს ნახევარს ეკნება ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება და სამწუხაროდ ეს ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება და არის ქვეყნები, სადაც ყოველ მესამეს აქვს მაგალითად ასთმა. ესეთი არის ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები და ასე შემდეგ. ჩვენთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და ეს მონაცემები აკადემიურად საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით არის შესრულებული და შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად ასთმა 13-14 წლის ბავშვებში ასთმური მოვლენების 7%-ს აქვს, უფრო პატარა ასაკში 6-7 წლის ასაკში 11%-ს. და აი დღევანდელი ჩვენი დღის თემა, როდესაც საუბრობთ ალერგიულ სეზონურ ალერგიებზე, როდესაც არის გამოვლინება თვალისა და ცხვირის სეზონური ალერგიული პრობლემა, ალერგიული რინიტისა და კონjunktივითის სახით, ის გამოკვლეულია და 13-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის სიხშირე 5.7% და 6-7 წლის ასაკის ბავშვებში 7.1%. ანუ ეს სად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესია, თუმცა არც ცოტა არ არის სამწუხაროდ. როგორ შეიძლება ვთქვათ, აი ამ ყველაფერს ალერგიას თავი ავაერთოთ, როდესაც ისახება სეზონი? მე ვიცი, რომ ხშირად წამლებს მიმართავენ, რომ ვთქვათ, ეს ალერგიის ფონი ნელ-ნელა უკან დაიწიოს და რამდენად სწორია ესეთი მიდგომა? ყველაზე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ თანამედროვე მედიცინის მკურნალობა საერთაშორისო მიდგომით ეფუძნება 4P-ს მიდგომას. რაში მდგომარეობს ეს 4P? პირველი ეს არის predictive, ანუ უნდა იყოს პრედიქტული მედიცინა, მეორე უნდა იყოს პრევენციული, მესამე P ეს არის პერსონიფიცირებული და მეოთხე P არის participatory, ანუ პარტნიორობაზე დაფუძნებული. აი პროგნოზი ჩვენ რო გავაკეთოთ რომელიმე პრევენცია, რაც თქვენ ძანეთ, პრევენციული ღონისძიება, პირველ რიგში მაინც უნდა პრედიქტიული რისკები შევამოწმოთ. ანუ პაციენტი უნდა იყოს შესწავლილი. უნდა ვიცოდეთ, რომ რა არის თუ არა ის განწყობილი საერთოდ ამ ალერგიული რეაქციის მიმართ, ეს ნამდვილად ალერგიაა? იმიტომ რომ ხო შეიძლება ადამიანს ქონდა დაემთხვა მოცემულ ყვავილობას, ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, რომელიც მიმდინარეობდა უსიცხოდ. ამიტომ ის რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს ეს ალერგიის სახით გამოვლინდება, ამისათვის არის გარკვეული გამოკვლევის ჩატარება საჭირო, რომელიც ძალიან მარტივია. უფრო ხშირად კი პირიქით არის. მოსახლეობას გონია, რომ ის ვირუსული ინფექცია აქვს, მას არის გაციებული ბჭყალებში და მაშინ მიხვდება, რომ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, თუ ის მეორე წელს და მესამე წელს მეორდება. თუ ვიცით რა, თქვენ პასუხობთ მე კითხვას, რაც მე დამისვით, რომ როგორ შეიძლება ჩვენ პრევენცია გავუკეთოთ ამ სიმპტომების განვითარებას. პირველ რიგში გვინდა ვთქვათ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი პრევენციის, ანუ პროფილაქტიკის არის, თუ ის არ გულისხმობს რაიმე წამალსაც კი. ამიტომაც კარგი საშუალება თუ ამის შესაძლებლობა არის პაციენტი განვარიდოთ იმ გარემოს, სადაც მოხდა მისი მცენარეების მიმართ ალერგიის გამოვლინება. თუ პაციენტს აქვს მცენარეებზე ალერგია, მაგალითად მაის-ივნისი-ივლისში ყვავილობს ბალახები, მარცვლოვნები, მაგრამ საბედნიეროდ ეს პერიოდი ემთხვევა არ გადაგებს. ამიტომაც ბავშვების საშუალება არის, რომ ბავშვები განვარიდოთ და თუ ისინი მოხდებიან ზღვაზე, მაშინ ზღვის ფართი, რომელიც ძირითადად წყლით არის მოსილი, მცენარეებს არ შეიცავს და იქ უფრო ნაკლებ პრობლემურია ალერგია. შეიძლება ვერც იგრძნოს პაციენტმა, რომ თუ რა თქმა უნდა სანაპიროსთან ცხოვრობს და არა თქვა სოფელში. და არის კიდე სხვა გამოსავალი, ახლა თუ მაგალითად არის გაზაფხული და ჩვეულებრივ პატარა ბავშვი არ სკოლა არის და არც არაფერი, შეიძლება გადაადგილება სხვადასხვა სიმაღლეზე. იმიტომ რომ მცენარეები ყვავილობას იწყებს თქვა ჩვენთან, ადრე მოყვავილე ხეები უკვე თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისამდე, უკვე აპრილის მეორე ნახევრიდან გვიან მოყვავილე ხემცენარეებია და თებში უფრო გვიან იწყებს ყვავილობას. ამიტომ შეიძლება მოხდეს განგრიდება ბავშვისა სხვა
სიმაღლეზე. მაგრამ თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ზოგჯერ ხელოვნურად გრძელდება პაციენტის ავადმყოფობის პერიოდი, თუ ჯერ აქ იქნება და მერე დავიყვანთ მთაში, როდესაც იქ უკვე დაემთხვევა იქაური ადგილობრივი ყვავილობა. ამიტომ კალენდარი უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც ჩვენ გვინდა ესე მექანიკური წესით დავიცვათ პაციენტი. მეორე, რაც თქვენ მართებულად ბრძანეთ, შეიძლება ალერგიის მიზეზი ვიცით და მას უკვე ანტიალერგიული პრეპარატები ცოტა უფრო ადრე მივცეთ, სანამ სეზონი დაიწყება. ლაპარაკი არის, თქვათ, 2 კვირა ან 1 თვით ადრე, ძირითადად 2 კვირა ყოფნის და შესაბამისი ექიმის რეკომენდაციით იმ მასშტაბით და იმ მოცულობით შეიძლება წინასწარი მომზადება პაციენტისა, რომელიც პერსონიფიცირებულია იმ 4 პიდანის მესამეა, რომელიც მისთვის არის ყველაზე კარგი. ზოგჯერ პაციენტი არ მიმართავს ექიმს და იცის მეზობლიდან, ახლობლიდან და მას გონია, რომ ის მეზობელი წამალს, რომელსაც ღებულობს, მისთვის არის ის მაქსიმუმი, რაც მის სიმპტომებს მოაწესრიგებს. და შეიძლება მას არც კი გონია, რომ მისი ესე ვთქვათ სანახევროდ მოწესრიგებული სიმპტომები შეიძლება ბოლომდე კარგად იყოს და ექიმთან არ მისული ჯერდება იმ სანახევრო მკურნალობას, რომელიც შეიძლება არც თუ ბოლომდე ეფექტური იყოს. არც მოუხდეს მის დიახ, იცით რა, შეიძლება არ მოუხდეს ორგანიზმს, ერთია რომ შეიძლება არასწორი მედიკამენტი გამოიყენოს, ვთქვათ. მეორე არის რომ შეიძლება თვითონ მედიკამენტი მისი ამ ავადმყოფობისთვის იყოს გამოსადეგი, მაგრამ არ იყოს საკმარისი სიძლიერის აქტივობის. ან ჩვენ როდესაც საუბრობთ პოლინოზე მცენარეულ ალერგიაზე, მისი გამოვლინების შოკ ორგანო შეიძლება იყოს სხვადასხვა. ვთქვათ, ცხვირი, ვთქვით, რინიტი, თვალი, კონიუნქტივიტი, შეიძლება იყოს სპაზმური ხველა, ანუ ასთმური მოვლენები. და ყველა ამ სიმპტომს ერთნაირი წამლები ერთნაირად ვერ შველის. და ამიტომაც არის ასე ვთქვათ პროფესიული მიდგომა აუცილებელი. და კიდე ერთი მინდა ვთქვა, რომ არის ჩატარებული ძალიან საინტერესო საერთაშორისო კვლევები, რომლებიც ამბობს, რომ ბავშვებს, რომელსაც აქვთ ესეთი ალერგიული რინოკონიუნქტივიტი სეზონური, ისეთი მაღალი მოსწრება არ აქვთ, იმიტომ რომ აწუხებთ და შესაბამისად დისკომფორტს აძლევს და დათვლილია, რომ ეროვნული გამოცდების მოსწრება ალერგიის მქონე პაციენტებს უფრო ისეთი მაღალხარისხოვანი არ აქვთ, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს. ამიტომ მინდა რჩევის სახით ვთქვა, რომ თუ არსებობს ან გვისმენს ჩვენ ისეთი ოჯახის წარმომადგენლები, სადაც ბავშვს აქვს ეს სიმპტომები და ეხლა მისი ბედი წყდება, მან უნდა ჩააბაროს, მან ის უნდა იყოს ყურადღებით, ამას ემატება კიდე სტრესი გამოცდაზე. აუცილებელია გაიარონ ექიმის კონსულტაცია, რათა იმ მასშტაბით, იმ მოცულობით დავეხმაროთ, რომ მისი ქმედება იყოს აკადემიურად კარგი და თვითგრძნობა და ცხოვრების ხარისხი იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. აქ მე მინდა ერთი დავძინო. მოსახლეობაში არის გავრცელებული არაობიექტური აზრი, რომ ყველა ანტიალერგიული წამალი შეიძლება იყოს სედატიური, ანუ დამაძინებელი ეფექტის მატარებელი. და მინდა დავამშვიდო მაყურებელი, რომ ყველა წამალი ამ თვისების მატარებელი არ არის. მართალია არსებობს ანტიალერგიული პრეპარატები, რომლებიც ტრადიციულად დიდი ხნის წინათ იყო გამოყენებული და დღემდე არ დაუკარგავთ გამოყენების მნიშვნელობა და მათ აქვს სედაციური ეფექტი. მაგრამ ბოლო პერიოდში რამოდენიმე მოლეკულა, რამოდენიმე წამალი არის, რომელიც ფართოდ გამოიყენება კლინიკებში და მათ სედატიური ეფექტი არ გააჩნიათ. ისიც ხდება, რომ ჩვენ ვიცით, რომ არის არასედაციური ანტიალერგიული პრეპარატი, მაგრამ ისევ ამ პერსონიფიცირებული მკურნალობიდან გამომდინარე, სხვაში არ იწვევს სედაციას, მაგრამ იშვიათ გამონაკლისში მოცემულ პაციენტში გვაძლევს, თქვა აი ამ გაბრუების პრობლემას. აქაც მინდა დავამშვიდო ჩვენი მაყურებელს, ამ მსმენელი, რომ ვინაიდან არის სხვადასხვა აი ჩვენი სამკურნალო პრეპარატების პალიტრაში სხვადასხვა შესაძლებლობა, აქაც ყოველთვის არის ის გამოსავალი, რომ რომელიმე ისეთი შეურჩიოთ პაციენტს, რომელიც იქნება მისთვის ეფექტურიც და ამავე დროს მისი ცხოვრების ხარისხისთვის სასარგებლო. რა თქმა უნდა, აქაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ყველა შემთხვევაში პროფესიონალიზმი ყველა დარგში ამართლებს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მანქანას, რომ მართავდეს ადამიანი, რომელსაც მართვის უფლება არ აქვს. აქაც ესეა. ადამიანის სხეული ყველაზე უფრო რთულად სამართავია და ყველაზე უფრო გასაფრთხე.
გაფრთხილებელი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აკადემიურად გამართული კონსულტაცია ერთხელ ძალიან დიდი გაკვეთილია პაციენტისთვის. აქ შეიძლება რეკომენდაცია მიეცეს არა მარტო medicamentებზე, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც და სასარგებლო რჩევებით შეიძლება პაციენტმა დიდი შვება ნახოს. კიდევ მინდა დავუბრუნდეთ აი ამ თვითმკურნალობას. რა შედეგი შეიძლება გამოიღოს, თქვა არასწორად წარმართულმა? მოგახსენებთ, ეს ძალიან კარგი კითხვაა. იცით, ამას წინ გამახსენდა პაციენტი, რომელიც ჩამოვიდა ქუთაისის რეგიონიდან, ახალგაზრდა მაწვილი, რომელსაც ჰქონდა ზუსტად სეზონური ალერგია და რა პრობლემის წინაშე იდგა. მას ეს სეზონი ჰქონდა გაზაფხულზე და ძალიან მძაფრად ჰქონდა გამოხატული და ვინაიდან პაციენტი სოფლის რეგიონში ცხოვრობდა, ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მძაფრი იყო, იმიტომ რომ კონტაქტი მცენარეებთან ცხადია გაცილებით უფრო ახლოსაც იყო და მისი ზემოქმედების ძალაც იყო უფრო ძლიერი. და ეთყობა არ ვიცი ვინ ურჩია, ეს არ ამგონია რომ ყოფილიყო ექიმი, მაგრამ ალბათ მოხდა რაღაც გაუგებრობა და პაციენტმა გამოიყენა სტეროიდული წრეთები, რომელიც ძალიან ეფექტურია, მაგრამ მაღალი სიძლიერის პრეპარატები უფრო სტეროიდულია ვიდრე სხვა ტიპის წამლები და სტეროიდული ტიპის ჰორმონული ტიპის წამლები თვალისთვის არის ისინი ძალიან ძლიერი არ არის, ნორმალურია, მაგრამ მასა გამოყენების დრო, ხანგრძლივობა. მათი დიდი ხნით გამოყენება ყოველ დაუშვებელია. და ვინაიდან პაციენტმა შვება ნახა და მას მცენარის მიმართ ალერგიის სეზონი ჰქონდა დიდი, ანუ ის იყო არა მარტო ერთი ჯგუფის მიმართ ალერგიული, არამედ რამოდენიმე ჯგუფის მიმართ და ხანგრძლივობა მისი სიმპტომების არსებობისა მოიცავდა რამოდენიმე მცენარეული ჯგუფის ყვავილობის პერიოდს და იხმარა დიდი ხანგრძლივობით რამოდენიმე წლის მანძილზე და შედეგად რა მიიღო? ამ ახალგაზრდა მაწულს დაემართა კატარაქტა. იმდენად ხშირად გამოიყენა სტეროიდები. ერთის მხრივ ეს წამლები, თვალის წვეთები მას შველოდა, მაგრამ მეორე მხრივ დაუზიანდა თვალი. ამიტომ ეს არის გასათვალისწინებელი, როდესაც პაციენტი თვითმკურნალობას ეწევა. აუცილებლად ყველა შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ქალბატონ მაია, ჩვენთან ახლა სარეკლამო ჭრის დროა და რამოდენიმე წამში დავუბრუნდებით პირდაპირ. ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს ალერგიაზე. ქალბატონ მაია, ჩვენ სარეკლამო ჭრამდე ვსაუბრობდით თუ როგორ უნდა უმკურნალო ალერგიას, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ უმკურნალობს და სათანადო ყურადღებას არ აქცევს ალერგიაზე? დიახ, ერთი ესეთი შესწორება მინდა გავაკეთო, უბრალოდ დაზუსტება, რომ ჩვენ ვსაუბრობდით პრევენციაზე, ანუ როგორ ავირიდოთ თავი სიმპტომების განვითარებისგან თუ მოხდა ჩვენი განრიდება. მე ვთქვით, რომ შეიძლება მოხდეს წამლის მიცემა წინასწარ, რომ სეზონი ისე არ გართულდეს. თუმცა ჩვენ ალბათ ამ თემას შევეხებით, რა ტიპის მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს და მისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებზე გვექნება საუბარი. მაგრამ ძალიან კარგი კითხვა დასვით თქვენ, რომ რა მოხდება თუ პაციენტი არ ჩაიტარებს მკურნალობას. მკურნალობის ჩატარების კრიტერიუმი არის პაციენტის მდგომარეობის პროგრესი თუ რეგრესი. კერძოდ, თუ პაციენტს ჰქონდა რაიმე სიმპტომები, არც თუ ისე ძლიერად გამოხატული, მაგრამ კლინიკური გამოვლინება მრავალ ფაქტორთა გამო, ვთქვათ, განრიდების გამო, ან წვიმიანი ამინდების გამო, რომელიც დაემთხვა ამ სეზონს და იმდენად არ მოხდა პაციენტის გაღიზიანება ალერგენებთან კონტაქტით. და თუ ეს გარემოება განმეორდა, ვთქვათ, 1-2 წელი, შეიძლება ასეთ შემთხვევაშიც მდგომარეობა გაუმჯობესდეს და პაციენტი განიკურნოს. ეგეც შეიძლება. მაგრამ სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში სულ უფრო იშვიათია და იშვიათი. ალბათ ზოგადად სამყაროს გაძლიერებული ალერგიზაციის ფონზე ეს ფუფუნება, რომელიც წინეთ უფრო ხშირი იყო, აღარ არის. უფრო ხშირად ხვდებით მეორე მდგომარეობას, როდესაც პირიქით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ბუნებრივი ადაპტაციის მიუხედავად ხდება გართულება. და ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს ორი მიმართულებით. კერძოდ,
პაციენტს გაუდიდეს სენსიბილიზაციის სპექტრი. თუ ის იყო ალერგიული, ვთქვათ, ხეების მიმართ და ხეების ყვავილობის პერიოდი, ვთქვათ, დაიწყებოდა თებერვლიდან და გათავდებოდა, ვთქვათ, აპრილის მეორე ნახევრამდე, აღმოჩნდება, რომ პაციენტს 1 წელი გავიდა, აი მეორე წელს უფრო მეტი დრო ჭირდება პრობლემებისგან გამოსაჯანსაღებლად. ესე იგი, ეწყება თებერვლიდან და უკვე მაისამდე გრძელდება. გავიდა 1-2 წელი და აღმოჩნდა, რომ უკვე იმის ნაცვლად, რომ აპრილის მეორე და მაისის დასაწყისში გაუთავდეს, უკვე ბალახები და მარცვლოვნების მიმართ სენსიბილიზაციაც ჩაერთვება ხოლმე იგივე ადამიანში. შეიძლება დაემატოს ხანგრძლივობა სიმპტომების არსებობისა და გაგრძელდეს, ვთქვათ, ივლისამდე. და თუ ისევ პრობლემები პერსისტირებს, პაციენტი ნაკლებად ღებულობს, წამალს, არ იტარებს მკურნალობას და ასე შემდეგ, დროთა მანძილზე დაახლოებით 6-7 წელი შეიძლება მოხდეს, რომ ამ სიმპტომებმა დაიკავოს მთელი ზაფხულიც დაიწყოს თებერვლიდან და გაგრძელდეს უკვე აგვისტოს, სექტემბერი, ოქტომბერით ჩაითრიოს სიმპტომებმა და უკვე ამ პერიოდისათვის სარეველა მცენარეების ყვავილობის მიზეზი იყოს პაციენტის მდგომარეობის გართულება. და კიდევ უფრო რთულია, ხო შეიძლება ეს პრობლემები კიდე გაგრძელდეს. აღმოჩნდა, რომ ალერგიული ადამიანის მიდრეკილება სენსიბილიზაციისადმი და ახალი ალერგიის წარმოჩენისაკენ საკმაოდ ხშირია, აი როგორც ზვავი, შეიძლება ეს დაიწყოს და ხანდახან ამას ალერგიულ მარშს ეძახიან, ზოგჯერ კი ალერგიულ მარდება და უნვითარდება ალერგია კარში და ალერგენების მიმართ. კარგარეთას მიეკუთვნება მცენარეები და კარში და ალერგენები უკვე შეიძლება იყოს ოთახისტრის ტკიპები, სოკოები, რომლებიც შეიძლება ჰაერში არსებობდეს ნესტის პირობებში და ასე შემდეგ. და მიიღებს ქრონიკულ ხასიათს და ნაცვლად სეზონურისა აღმოჩნდება, რომ მთელი წელი პაციენტს აქვს სიმპტომები. და მოდის პაციენტი, ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს ახალგაზრდაც, შეიძლება უფრო ხშირად ასეთი გართულებული სიმპტომები უკვე უფრო მოწიფულ ადამიანებს აქვს და ამბობენ, ექიმო, ადრე კი მქონდა სეზონური ალერგია, მაგრამ ეხლა ვერ გამიგია რა მოხდა. მთელი წელი ჩემი სიმპტომები არ თავდება და როგორ შეიძლება რომ ყველაფრის მიმართ ვიყო ალერგიული. და ესეც ხდება, შეიძლება მოხდეს ნელ-ნელა სხვადასხვა ალერგენების მიმართ სენსიბილიზაციის განვითარება. ეხლა ჩვენ რომ ძალიან ისეთი პესიმისტურად არ გამოვიდეს, რომ ეს ქვეყანა ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, უსაშველო, ალბათ იბადება სხვა კითხვაც, შეიძლება თუ არა ამ პაციენტებს უშველოთ. როგორ უნდა მართოთ ეს ალერგია, რომ დიახ. მე მადლობელი ვარ, თქვენ ძალიან კარგად დასვით კითხვა. ერთი არის სიტყვა მართვა და მეორე არის განკურნება. მართვა უფრო დიდი მცნებაა და ასე ვთქვათ, კორექტულია მედიცინაში. იმიტომ რომ მართვა გულისხმობს ქრონიკული პრობლემის რეგულირებას. მაგრამ ალბათ აქ ორი კითხვა შეიძლება დავსვათ, ეს მარტო მართვა ამ ქრონიკული პრობლემების, რომელსაც ადამიანი უნდა განეწყოს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ეს ტვირთი ატაროს, თუ შეიძლება ამ პრობლემას გაუმკლავდეთ და დადღეს ის ერთი ბედნიერი დღე, რომ თქვას ამ ალერგიულმა ადამიანმა ამოვისუნთქე, გაზაფხული დადგა, მიხარია, ვუყურებ ამ მცენარეებს, ყვავის და მე კიდე ასე ჯანსაღად და კარგ ხასიათზე ვარ. თურმე შეიძლება. იმიტომ რომ თვით ადამიანის ალერგია ეს არის მისი იმუნური სისტემის გარკვეული დეფექტი. აქაც ზოგჯერ კითხვა არის, აუცილებლად ეს გულისხმობს თუ არა, რომ ადამიანს აქვს სეზონური ალერგია, თქვა მცენარეების მიმართ და მას აქვს ძალიან დაბალი იმუნიტეტი, რომ ხშირად დაემართოს ინფექცია და სულ კონდეს მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, სურდო, ცემინება და იცით ისინი სხვადასხვა პრობლემებია. ალერგია ეს არის ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, რომელიც ინფექციასთან ასოცირებული აბსოლუტურად არ არის და ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია, მაგრამ მისი ინფექციით დაავადება სულ არ იყოს გახშირებული. შეიძლება ის იყოს აბსოლუტურად ერთმანეთისგან იზოლირებული. ალერგია ვისაც აწუხებს, მისი პრობლემა არის ის, რომ იმუნურ სისტემაში, ნაცვლად იმისა, რომ ამ მცენარეების მიმართ იყოს ის ტოლერანტულია, რომ მათ მიმართ არ ქონდეს რეაქცია, იმუნური სისტემა ამ მცენარეებს აღიქვამს როგორც
ტერს, რომელთანაც უნდა იყოს ის პირიქით, უნდა იყოს ჰარმონიაში. ამიტომ ამოცანა სამედიცინო პრობლემა არის ის, რომ როგორღაც მოხერხდეს ორგანიზმის შეგუება და მისი დარწმუნება, რომ ეს მისთვის მავნე არ არის მისთვის, ასე ვთქვათ, სამყარო სასიცოცხლო ბრძოლა, მაგალითად, თხილის მცენარეებთან ან ვთქვათ, ნებისმიერი, უბრალოდ სიტყვაზე მაგალითად მოვიყვანე რომელიღაცა მცენარე, ან ბალახები, ან ყვავილები და ასე შემდეგ. და ეს რომ მოხერხდეს, ამისათვის აუცილებელი არის ზუსტი დიაგნოსტიკა. როგორ შეიძლება ორგანიზმ ჩვენ ვასწავლოთ ან ის მან გამოიმუშაოს ტოლერანტობა, ანუ შეგუება ალერგენის მიმართ, თუ ჩვენი არ ვიცით რის მიმართ არის ის პრობლემური. ამიტომ უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტიკა, მაგრამ დიაგნოსტიკა ყველაზე მარტივია, როდესაც ეს ხდება სეზონამდე, რომ არის კანის ალერგოლოგიური სინჯები და რაც უფრო კარგი კომპანიისა, რაც უფრო ის ხარისხიანია, ბუნებრივია მისი სპეციფიურობა და მგრძნობელობა ძალიან მაღალი ხარისხისაა და დიაგნოსტიკაც არის ზუსტი. და შეიძლება ძალიან სწრაფად, დაახლოებით 1 საათში პაციენტს გქონდეს დიაგნოზი, რის მიმართ არის ის ალერგიული და მომავალში სეზონამდე, იმიტომ რომ გამწვავების პერიოდში ამას არ აკეთებენ. იმ ალერგენის ან ალერგენთა კრებულით, რომლის მიმართაც პაციენტი არის ალერგიული, მოხდეს მისი ნელ-ნელა აცრა. ოღონდ ეს განსხვავდება ინფექციური აცრისაგან, იმით რომ ეს არის ვაქცინები, ალერგიული ვაქცინაცია და გულისხმობს მცირე დოზიდან ნელა ამ პრეპარატების შეყვანას ალერგენების, რომლის მიმართაც ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს. და პროცესი ეს ხანმოკლე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ იმუნური მახსოვრობა იმდენად კარგით არის შექმნილი, რომ მან თუ ერთი რაღაც არასწორად დაიმახსოვრა, ის მას უკვე ძალიან დიდი ხანი ახსოვს. და ამიტომაც ეს შეგუება, ამას ვეძახით ალერგიული იმუნოთერაპია, ალერგიული ჰიპოსენსიბილიზაცია. ის გრძელდება 3-5 წელი და არსებობს ევროპის დეკლარაცია საერთაშორისო იმუნოთერაპიის შესახებ, მრავალი გაიდლაინი, რომელიც ადასტურებს, რომელიც დაფუძნებულია მრავალ მულტიცენტრულ მეტაანალიზურ კვლევებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს ამ ტიპის მკურნალობა არის ძალიან ეფექტური და სწორედ წარმართულ პირობებში პაციენტს აძლევს სრული განკურნების საშუალებას. მაგრამ თქვათ, არის უკვე სეზონი. და ზოგ ადამიანს უკვე დაეწყო ხემცენარეები ყვავის და შეიძლება გვისმენს ჩვენ მსმენელი და მას დარდი უჩდება, რომ აი მე ვერ მოვასწარი, ვერ მივედი დროზე ადრე ექიმთან და რა მეშველება ეხლა მე მარტო, ესე იგი დიაგნოსტიკის არანაირი საშუალება არ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ დიაგნოსტიკა არის ორი ტიპის, in vivo, ანუ ადამიანზე და არსებობს in vitro, როდესაც სისხლის სინჯზე შეიძლება მოხდეს გამოკვლევა და ამ სინჯით დადგინდეს, რომელი მცენარეების ჯგუფის მიმართ არის პაციენტი ალერგიული. ასე რომ ესეც შესაძლებელია. შეიძლება კიდე თადარიგი დავიჭიროთ და თუ სეზონზე უკვე დაეწყო ეს პრობლემა, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რადგან მოცემული ამჟამინდელი სიმპტომატიკის გათვალისწინებით პაციენტს მიეცეს ის ადეკვატური მკურნალობა, რომელიც ამ სეზონს უმტკივნეულად გადაატანინებს და გარდა ამისა იმ პერსპექტივასაც ეტყვის, რომ მომავალში რამდენ ხანში გამოწერილი იყოს თუ საჭიროა ის ალერგენი, რომ როგორ მოხდეს მისი თანდათანობითი შეგუება. იმიტომ რომ ამ წამლებს აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა. როდესაც აკეთებ აი ამ ჰიპოსენსიბილიზაციას, შეგუებას, პირველი წელი კარგია, მაგრამ მეორე და მესამე კიდევ უფრო ბევრად გაცილებით უხდა. იმ წამლების გამოყენების რაოდენობა, რომელიც ანტიალერგიულ ჯგუფებს ეკუთვნის, პირველ წელს უფრო ნაკლებია, მეორე წელს კიდევ უფრო და ასე შემდეგ. ანუ ანტიალერგიული წამლების რაოდენობა კლებულობს და პაციენტის მიმართ გამომუშავებული ტოლერანტობა ამ ალერგენების მიმართ მატულობს. იზრდება და შეიძლება ეს მდგომარეობა ვიმეორებს სულ განკურნებამდე მივიდეს. მაგრამ აი აქ თვითონ ამ ალერგენებთან არსებობს ძალიან საინტერესო ფენომენი, რომელიც ბოლო პერიოდი გახდა საერთაშორისო მეცნიერების საგანი, განხილვის საგანი. ეს გულისხმობს მცენარეული ალერგენების ჯვარედინ რეაქციას სხვადასხვა საკვე პროდუქტთან. რაში მდგომარეობს ეს? სამყარო შედგება ცილოვანი ბლოკებისგან. ეს ბლოკები
გარკვეულ შემთხვევაში მეორდება და აი ალერგენებს აქვთ გარკვეული ადგილები, უბნები, ეპიტოპები ქვიათ, სადაც ისინი ანტისხეულებს იერთებენ და სხვადასხვა თუნდაც დაშორებულ სახეობებში შეიძლება ის მეორდებოდეს. და ადამიანს თუ თქვათ აქ ალერგია არყისწყლის მცენარის მიმართ, მაგალითისთვის მოვყავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ევროპულ პოპულაციაში, მას შეიძლება ჰქონდეს ალერგია გამოვლინდეს მისი ჰიპერმრდნობელობა ვაშლის მიმართ და პაციენტი თითქოს ყველაფერს იტანს და ჰქონდეს სცენარიული ალერგია და დაეწყო უცნაურობები. ვერ ჭამს ვაშლს, ვერ ჭამს თხილს, შუპტება, ცუდად ხდება, ან ბალახებზე და მარცვლოვნებზე ალერგიული და აღმოჩნდა რომ ვეღარ იტანს ვერც იმ პამიდორს, ვეღარ კივის და ასე შემდეგ. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მათი ერთნაირი სტრუქტურები განაპირობებს პრობლემას. და ის სწორედ ეს ჯვარედინი რეაქციები რო არ განვითარდეს და არ დადგეს ის დღე, რომ პაციენტი ამბობს, რა მეშველება, გარეთ ვერ გავდივარ მცენარეები კლას, ვერაფერს ვერ ვჭამ და მე ვარ საშინელი ალერგიული. და როდესაც აი ამ დეტალებს ყველაფერს კარგად ნახულობ, ის ლოგიკური კავშირი, რაც მათ შორის არის, ძალიან თვალნათლივი ხდება თანამედროვე მეცნიერების შუქზე. ამიტომაც შეიქმნა ახალი ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც ძალიან მაღალი სიზუსტით, ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. მე მინდა ვთქვა, რომ პაციენტის სიმპტომების, მისი სიმძიმის შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოგლება. დაწყებული კანის ინჯებიდან, სპეციფიური იმუნოგლობულინის სხვადასხვა ალერგენის მიმართ სპექტრის განსაზღვრის ჩათვლით და უმაღლესი პილოტაჟი, რაც სადღეისოდ მსოფლიო ალერგოლოგიაში არსებობს, არის ალერგოლოგიური კვლევა in vitro მოლეკულურ დონეზე. და ამას ქვია კომპონენტების კვლევა. სხვანაირად ინგლისურად ამას ქვია ISAC, ანუ ეს არის იმუნოსოლიდ ალერგენების კვლევა მოლეკულურ დონეზე. და შეიძლება ამ გამოკვლევით ჩვენ ვნახოთ, რომ თქვა და ადამიანს აქვს ალერგია ბალახების და მარცვლოვნების მიმართ, მაგრამ პარალელურად გამოვლინდეს, რომ პაციენტს აქვს თვითონ პურის მიმართ ალერგია. და გაგიჟებულია პაციენტი სუპურს არ ჭამთ და ამიტომ ამ პურის გამო მთელი პრობლემები მას მთელი წლის მანძილზე უნვითარდება. აი, რომ არ შევაწუხოთ ჩვენი მაყურებლები, აი, ჩვენი საუბრის სირთულით, მინდა ვთქვათ, რომ თუ პაციენტს აქვს ძალიან უხვი კლინიკური გამოვლინება და ეს როგორც სხვადასხვა სიმპტომით და სხვადასხვა დიდ პერიოდს გულისხმობს, ასევე სიმძიმეს. მაგალითად, ხშირად აქვს ურტიკარია, რომელსაც ჭინჭისციებას ვეძახით, ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელიც უშუპტება თვალები და ასე შემდეგ, ან ზოგჯერ საშიშიცაა სიცოცხლისთვის საშიში ორგანოების, მაგალითად ხორხის შეშუპება და ასე შემდეგ, აუცილებელია მიმართოს ექიმს. და იმ გამოკვლევის მასშტაბი და მოცულობა უკვე სიმპტომებიდან უნდა იყოს გამოვლენილი, იმიტომ რომ ხანდახან სიმპტომები არის ძალიან მძაფრი, ძალიან მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ გამოკვლევის საფუძველზე როგორც აი დიდი ესეთი დეტექტივი, აი თითქოს აი ზუსტად კვანძი გაიხსნა, დადგინდა მიზეზი და ამოისუნთქა პაციენტმა, მას ეძლევა ნორმალური რეკომენდაცია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. დასკვნა ალბათ აი ჩემი ამ მონაკვეთის განხილვის არის ის, რომ ყველაფერს აი რო იტყვიან კეისარს კეისრისაო, ყველა სიმპტომს შესაბამისი იარაღი ჭირდება. დახმარებისათვის, მაგრამ ეს იარაღი უნდა იყოს შეფასებული მისი სწორი დიაგნოსტიკის საფუძველზე და ვშიშობ, რომ თანამედროვე საზოგადოება ასეთი აკადემიზმის და სიზუსტით არ უდგება ამ პრობლემას. ზოგჯერ თვით პაციენტიც აკეთებს ხოლმე ხანდახან თავისი სიმპტომების იგნორირებას, სანამ განსაკუთრებულ დიდ ხიფათს არ გადაეყრება. მიდგომა არის, რომ გამივლის ცოტა ხანში. ხო, გამივლის არაუშავს, მაგრამ აქ შეიძლება ვთქვათ, რომ არის ორნაირი ტიპის მაქსიმუმი. ერთი არის, რომ არაუშავს და უცებ დიდ ხიფათში ვარდება ადამიანი და კიდე მეორეა, რომ სამწკმაოდ გაიზარდა ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ჰქონდათ სამწუხაროდ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, მოხდნენ გადაუდებელი დახმარების ერთეულებში, ანუ ჰქონდათ მათ ან შოკი ანაფილაქსიური, ან ძლიერი შეშუპება, გენერალიზებული ურტიკარია, სხვადასხვა ტიპის კოლაპტოიდური მდგომარეობა, რომელიც განვითარდა ალერგიის საფუძველზე და
ასეთ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი ნერვული სტრესი და ისინი პირიქით თავში დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებიან და აღარაფრის იმედი არ აქვს. ფიქრობენ რომ სულ ყველა გარემოში ყველა წამალია პრობლემული, მაშინ როდესაც შეიძლება იყოს რაღაცა ერთი ან რამოდენიმე ჯგუფი. მეორე არის რომ ვერ ჭამს ვერაფერს და შესაბამისად განცდაც არის ძალიან ობიექტური ხანდახან, მაგრამ ცოტა გაზვიადებული. ვფიქრობთ, რომ ასეთი პაციენტების მკურნალობა აუცილებლად გულისხმობს პირველ რიგში სწორ ადეკვატურ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ალერგიის ძალიან მძაფრი და მძიმე ფორმები არსებობს, მაგრამ ყოველთვის ღმერთი გვიტოვებს რაღაცა პატარა სარკმელს, რომლითაც სწორედ მიკვლეული დიაგნოსტიკა, სწორედ მიკვლეული მკურნალობა ძალიან დიდ შეღავას აგდებს პაციენტს. იცით რა მაინტერესებს კიდევ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ალერგიის დროს გენეტიკას, ვთქვათ მშობლები თუ არიან ალერგიულები, რამდენად დიდი იმის ალბათობა რომ ბავშვიც იქნება ალერგიული. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ალერგიის განვითარებაში მის პათოგენეში ძალიან დიდი მნიშვნელობაა გენეტიკურ ფაქტორებს. კარგი ამ შემთხვევაში ის არის, რომ განწყობას, რა თქმა უნდა, ანუ ატოპია ეს არის განწყობა ალერგიული რეაქციების მიმართ, რომელიც გადაეცემა გენეტიკურად, მაგრამ საბედნიეროდ ეს არის განწყობა და არაუცილებლად დაავადება. ამიტომ, როდესაც არის ოჯახი, სადაც დაავადებული ალერგიული პათოლოგიით ოჯახის ერთი წევრი, ბუნებრივია რისკი არის. როდესაც ეს არის ოჯახის ორი წევრი, დედა და მამა, რისკი მატულობს. ამიტომაც ასეთ ოჯახებში განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩაიტაროს და ამ თემებს გარკვეულად ჩვენ შევეხეთ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში. აქ ახლა უნდა მოვიაზროთ ის, რომ იქ სადაც არის რესპირაციული პრობლემები და პატარა ბავშვია ოჯახში, ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო თამბაქოს წევის ღონისძიებების ჩატარებასთან. იმიტომ რომ ყველა თანამედროვე მეთოდურ რეკომენდაციაში წერია, რომ თუ ოჯახში ბავშვი, პატარა ბავშვი აქვს აუხსნელი ხველა და შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული ვირუსულ ინფექციასთან, აი ეს აუხსნელი ხველა პირველ რიგში უნდა იკითხოთ დედა ან მამა ან ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ ეწევა თამბაქოს. არც ერთ შემთხვევაში არ განიხილება, რომ თამბაქო უნდა ოჯახში ეს ხო კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, მაგრამ ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ისიც, რომ ხშირად ოჯახში ეწევა რომელიმე ოჯახის წევრი, გადის აივანზე და ბრუნდება და ეს სწრაფად ხდება. ამიტომაც ეს სუნი მაინც მოყვება ოჯახში. ამიტომ რეკომენდაცია არის, რომ ზოგადად, რასაც სამყარო ახლა დიდ, ასე ვთქვათ, ხელშეწყობას უკეთებს დევის, რომ თამბაქოს წევა მავნებელია, რომ უნდა იყოს ბოლომდე, როგორც მისთვის და ალბათ პირველ რიგში გარემოსთვის, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანის უჭირს თამბაქოს დანება, ეს გასაგებია, მაგრამ мотиваცია ალბათ პირველ რიგში შეიძლება საკუთარის თავისთვის თუ არა სხვისთვის გააკეთო და მით უმეტეს პატარა ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც მასზე ძალიან რეაგირებენ. ცნობილია მრავალი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საერთო იმუნოგლობულინის რაოდენობა მატულობს თამბაქოს წევის გარემოში და იმუნოგლობულინი ეს არის ალერგიული სწრაფი ტიპის რეაქციების, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი. ის არის ძირითადი მომქმედი გმირი და ესეთი სწრაფი ტიპის ალერგიულ რეაქციებს მის მექანიზმებზე არის დაფუძნებული ატოპიური ალერგიული ასთმა, ჩვენ ამჟამად განხილვის, ჩვენი ამჟამინდელი განხილვის საგანი ალერგიული სეზონური პოლინოზები, ანუ რინოკონიუნქტივიტები, რომელსაც ახლა ჩვენ საუბრობთ. ამიტომ უნდა უთხრათ, რომ არაფრით არ შეიძლება თამბაქოს წევა. მეორე, ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადდებიან ვირუსული ინფექციით და ოჯახის წევრებს აქვთ ასთმა, ასეთი ბავშვები შეიძლება აცრილ იქნას გრიპზე და შესაბამისად მათი ვირუსული ინფექციის სიხშირის შემცირება შეიძლება იყოს მათი ბრონქების გამოჯანსაღების კარგი საწინდარი. ვარიდებთ ბავშვებს, იმიტომ რომ ვირუსული ინფექცია ბევრ კონტაქტთან ერთად ბუნებრივია უფრო ხშირდება.
ამიტომ ბავშვები, რომლებიც ასევე განწყობის მქონენი არიან და სუსტი ადგილი არის მათთვის სასუნთქი გზების სისტემა, ერიდებიან ბევრ ხალხთან კონტაქტს და ასე შემდეგ. ალბათ ეხლა რთულია ყველა კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინება, მაგრამ როდესაც ეს ცალკეული ოჯახია და მათი ან პირადი ოჯახის ექიმი, ან ვთქვათ პედიატრი თუ ალერგოლოგი, ყველა ვალდებულია განიხილოს პაციენტი არა ინდივიდუალურად, არამედ იმ გარემოსთან ერთად, რომელშიც ის იმყოფება. აქ იგულისხმება ასევე პროფესიული ფაქტორები, ვთქვათ, ხატვარია ოჯახში რომელიმე წევრი, ან ჩვენ მქონდა შემთხვევა, რომ ვთქვათ, დედა მუშაობს, ვთქვათ, ისიპარის ქსელში და ძალიან მისი გარემო სავსეა, ვთქვათ, მართალია ძალიან კარგი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით, მაგრამ ისიც შეიძლება დიდი დოზით იყოს მავნე. ამიტომ ალერგიულ ოჯახებში ალბათ არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვები ისეთი სათამაშოებით და ისეთი ქიმიური, ფერადოვანი ელემენტებით იყვნენ დაკავებული თამაშის დროს, რომელიც მათ მდგომარეობას უფრო ართულებს. ალბათ ამ ოჯახში ცხოველების ყოფნაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. იცით რა არის? ცხოველების მიმართ არის ესეთი მიდგომა, რომ თუ ცხოველის მიმართ არის ალერგიული, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ხშირია კატის, განსაკუთრებით კატა არის ძალიან ალერგიული და ალერგიულ ბავშვს, რომელსაც უკვე სიმპტომებია განვითარებული, ის უნდა განერიდოს ცხოველებს. მაგრამ არის ცნობილი გერმანელი ჩემი კოლეგის, მას კარგად ვიცნობ მეცნიერის, ერიკა ფონ მიუწიუსის კვლევები, რომელმაც ამერიკაში ჩაატარა ფერმერებზე და აღმოჩნდა, რომ თვით ფერმერებში, სადაც ფერმაში ბავშვები, როდესაც მუდმივ ბევრ ალერგენთან არიან კონტაქტში, ძაღლებთან, კატებთან, ცხენებთან, საქონელთან და ასე შემდეგ, ასეთ ბავშვებში ალერგია ნაკლებია. და არის ასეთი აზრი გამოთქმული, რომ თანამედროვე ალერგიზაციის ერთ-ერთი მიზეზი არის აი ამ მრავალფეროვნებასთან ნაკლები კონტაქტი. და ამას ჰიგიენურ თეორიას უწოდებენ, რომ რაც უფრო სტერილურია სამყარო, მით უფრო ალერგია მატულობს. და ეხლა ნამდვილად მეცნიერები თავისი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით ერთ აზრზე შეთანხმდნენ ერთ შეხედულებაში, რომ საკეისრო კვეთა ბავშვისთვის ალერგიზაციის მეტი პირობა არის. იმიტომ რომ ნაყოფი არ გადის ყველა იმ მიკრობიოლოგიურ გარემოს, რომელიც მას სჭირდება ნორმალური იმუნური სისტემის განვითარებისთვის. და ახლა ერთი პერიოდი იყო ძალიან ისეთი გახშირებული საკეისრო კვეთები ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ ეხლა ძალიან შეიზღუდა და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით ხდება ამ საშუალების მიმართ საკეისრო კვეთისადმი მიმართვა ბავშვის გაჩენის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მას ვთქვათ ეს უარყოფითი მხარე სამწუხაროდ გააჩნია. ამიტომაც თუ ბავშვი თავიდანვე აი ისეთ გარემოშია, სადაც ეს მრავალფეროვნება არსებობს და მას რაიმე მოვლენა გამოვლენილი არ აქვს, მაშინ არ არის ეს აკრძალვა, რომ თქვა დაიბადა თუნდაც ალერგიულ ოჯახში, მაგრამ დაბადებიდანვე, იმიტომ რომ თურმე მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ტოლერანტობა გარემოს მიმართ უფრო დიდია და კარგი, ვიდრე მერე. ამიტომ თუ ორსული დედა იმ გარემოში იმყოფება, რომელშიც მერე ბავშვს უწევს ურთიერთობა, შეიძლება ეს იყოს მისთვის ნორმალური, იმიტომ რომ თავისთავად დედა ნაყოფის ურთიერთობა გარკვეულად გულისხმობს მაღალ ტოლერანტობას. ის ხომ ორი გენეტიკურად განსხვავებული ინდივიდუუმია. ამიტომაც ის გენიალურად არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, რომ ეს ჰარმონია შენარჩუნებულია მუცლად ყოფნის დროს. როდესაც ეს ირღვევა ბუნებრივი ან აბორტია ან რაღაც, ანუ ეს უნდა იყოს ნორმალური. ამ ნორმალურ ურთიერთობაში ბავშვიც ტოლერანტულია არა მხოლოდ დედის მიმართ, არამედ იმ ალერგენების მიმართ, რომელთანაც კონტაქტს ამყარებს დედა. და თუ ამ გარემოში მისი მუდმივი, ასე ვთქვათ, ევოლუციური განვითარება დაიბადა, არის ეგუება, შეიძლება მისი იმუნური სისტემა მშვიდობიანად განვითარდეს. მაგრამ თუ ბავშვი არის ალერგიული და ბავშვი დაიბადა, ვთქვათ, ლონდონში და გავიდა, ლონდონს ისევ ნებისმიერ ქალაქში და ჩამოვიდა და ის დაუბრუნდა, ვთქვათ, თავის გარემოს და ამ გარემოში არის და ბავშვი თავისთავად უკვე 2-3 წლის მანძილზე არის ძალიან ალერგიული. რა თქმა უნდა, ესეთი ძალიან ალერგიული ადამიანი, როდესაც სხვა გარემოდან დაუბრუნდება
საწყის მდგომარეობას იმ გარემოში არ იყო ის განტვირთული იყო სხვადასხვა ალერგენებიდან და ჩამოვიდა აქ და ეს დახვდა, ბუნებრივია მას ცუდად ექნება მდგომარეობა. ამიტომ თუ ეს წონასწორობა უკვე დარღვეულია, იქ ლაპარაკი არ არის ამ საშუალებების შენა. თუმცა შეიძლება რომ დროებით მოხდეს განრიდება, იმუნური სისტემა მომწიფდეს, ბავშვი წამოიზარდოს და არ არის გამორიცხული რაღაც კონკრეტულ მომენტში მოხდეს. რა თქმა უნდა შემოწმება არის თუ არა ეს პრობლემა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ბავშვები ცოდოები არიან, რომ დავპირდეთ ეს ვთქვათ აუსრულოთ ოცნება და უცებ აღმოჩნდეს არის პრობლემა და საჭირო არის ვთქვათ ცხოველების განრიდება. ამიტომ ალბათ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში თავიდანვე უნდა იყოს ეს საკითხი ექიმთან განხილული, რომ არც ტკივილი არ მივაყენოთ ბავშვს და თავიდან დავიცვათ მისი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. აქ საინტერესოა კვებაც. იმიტომ რომ ალერგია ეს არ არის მარტო გარემო. ალერგია შეიძლება იყოს ასევე საკვები ალერგენების მიმართ და სამწუხაროდ შეიძლება ნაწილობრივ ეს თემა აღნიშნეთ კიდეც რომ ადამიანს ჰქონდეს არა მარტო სხვადასხვა ალერგენის მიმართ ასე ვთქვათ პოლისენსიბილიზაცია, მაგრამ აი ამ პოლისენსიბილიზაციის ჰქონდეს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება და ერთი და იგივე ადამიანში სხვადასხვა ალერგენი სხვადასხვა სიმპტომს იწვევდეს. მაგალითად, მტვრის ალერგიის გამო მას ჰქონდეს ასტმური მოვლენები და ვთქვათ რძის და კვერცხის მიღების შემთხვევაში ჰქონდეს ჭინჭისცევა, ურტიკარია. ან შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს ისიც და ვთქვათ ორივე და ორივე მძაფრად. ამიტომ ეს გამოვლინების სიმძაფრე და თავისებურება ვარირებს და ჩვენ ძალიან გვინდა რომ როდესაც ჩვენთან მოდიან პაციენტები, არა რომელიმე ერთ ორგანოს უმკურნალოთ, მაგალითად მოცემულ მომენტში აწუხებს სურდო და ალერგიული სურდოა, მაგრამ ვიცით რომ ყველა ვირუსული ინფექცია ურთულდება ბრონხიტით და ისეთი ობსტრუქციული ბრონხიტით. ამიტომ სამედიცინო მკურნალობის ხელოვნებაც იმას გულისხმობს, რომ პაციენტი განხილული იყოს მთლიანობაში, იყოს ბოლომდე კარგად შესწავლილი და არა ნაწილ-ნაწილ მოხდეს მისი მდგომარეობის, ასე ვთქვათ, გამოკვლევა სიმპტომების გამწვევების შემთხვევაში. და წინ სწრებად, როგორც მისი გენეტიკური განწყობის გათვალისწინებით, ისე იმ სოციუმში, რომელშიც პაციენტი იმყოფება, მაგალითად არის დაკავებული გარკვეული სპორტით, არის ვთქვათ, დადის კიდე ხატვაზე და ასე შემდეგ. ყველა ამ სხვადასხვა გარემოსთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს ექიმის თანამონაწილეობით და ამ კონტექსტში განხილული უნდა იყოს საკვებიც. იმიტომ რომ არის ადამიანები, რომლებიც ალერგიულები არ არიან, ბავშვებს გულისხმობ, მაგრამ მოხდება გადატვირთვა, ვთქვათ, ახალ წლებზე და სიმპტომები ვლინდება და რეალურად ეს ბავშვი ალერგიული არ იყო. გამოიკვლევ და ზოგჯერ დაწყნარდები, რომ ეს არ არის მიზეზი ის, რომ ეს პრობლემა არის მის იმუნურ მახსოვრობაში და ხვდები, რომ დროებით შემთხვევით გადამეტების შედეგად არის ეს პრობლემა წარმოჩენილი და მისი გამოსწორების შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრება არც ჰქონდეს. ამიტომ დევიზი, თქვათ, საერთოდ ალერგიის პროფილაქტიკისა ალბათ არის ზომიერება, რომ არ მოხდეს საკვების გადამეტება, ან თუ არის ალერგიული განწყობა, თავიდანვე იყოს ბავშვი გამოკვლეული, თქვათ, უკვე მეძუძურობის პერიოდში, რომ მაქსიმალურად დედის რძე მიეცეს, იმიტომ რომ დედის რძე არის საუკეთესო საკვების საშუალება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დედის რძით მიეწოდება ბავშვს ის ალერგენები, რომელსაც ზოგჯერ დედა ჭარბად ღებულობს, ან ღებულობს იმას, რაც ვთქვათ, ბავშვს ასაკობრივად არ შეესაბამება, გულისხმობ ცხარეს, მწარეს, ან იქაც მოხდა გადამეტება, ისიც რაღაც ესეთი ადამიანური გაუთვალისწინებლობის გამო და ბავშვს აქვს გამოვლინება. ამიტომ თუ ეს არის პატარა ბავშვი წლამდე, მაშინ ეს განიხილება დედასთან კონტექსტში, ყველა იმ თავისებურებები უნდა იყოს, ყველა ის თავისებურება უნდა იყოს გათვალისწინებული და მოზრდილი ბავშვის შემთხვევაში ალბათ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვსწავლობთ პაციენტის
სამედიცინო მდგომარეობას ძალიან დიდი სკრუპულოზურობით, მისი სინჯების, მისი სხვა მონაცემების გათვალისწინებით, იმიტომ რომ ზოგჯერ კუჭნაწლავის პრობლემა აქვს ბავშვს და ალერგიათ არის მონათლული. ამიტომ ეს არ არის ალერგოლოგის ამოცანა, რომ მარტო ალერგია ამოიცნოს, უნდა მან ნახოს ყველა სხვა შესაძლო მიზეზი და ურჩიოს, თქვათ, სხვა სპეციალისტთან მიმართვა, რათა ყველა სხვა რგოლი, რაც შეიძლება იყოს ასევე თანაჩართული ამ პრობლემაში, იყოს იდენტიფიცირებული. ზოგჯერ ხანდახან უფრო ცუდი გონია და ბევრად მარტივი პრობლემაა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბევრ შემთხვევაში ეს არის რთული პრობლემა და ღვთისმადლით არის გადაწყვეტადი. ბავშვების პროფესიის არჩევა, მათი მდგომარეობა ბევრ ოცნების ზოგჯერ ასე ვთქვათ, გაცრუებასთან არის ხოლმე იმედების გაცრუებასთან არის დაკავშირებული და ამიტომაც ჩვენ ალბათ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე ფსიქოლოგიური განწყობაც. იმიტომ რომ მე მახსოვს პაციენტი, რომელიც ჩვენ ყავდა ბიჭი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ოთახისტვის მიმართ, ჰქონდა სენსიბილიტეტი, საკმაოდ მძიმედ ჰქონდა გამოხატული ასთმური მოვლენები და დროთა მანძილზე მკურნალობით ასევე ძალიან მინდა აღნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა ოჯახს, რამდენად ოჯახი ასრულებს ყველაფერს, ხელს უწყობს და იცით, იმდენად წარიმართა ეს ყველაფერი, იმდენად გამოკეთა, იმდენად კარგად გახდა, რომ სამხედრო კარიერა მოინდომა. და ეს შესაძლებელია, ანუ თავიდან არ უნდა თქვა, რომ ეს არაფერი არ მოხდა, იმიტომ რომ არ იცი. ზოგჯერ ეს თუნდაც რთული პაციენტი მკურნალობას კარგად ექვემდებარება და ზოგჯერ არის ოჯახით, ან თვითონ პაციენტის ხასიათიც, რომ შენ ეუბნები, რომ ეს არის საჭირო ესასა და სამწუხარო დამყოლობა არ არის ისეთი კარგი, რომ პაციენტი იყოს, როგორც იყოს საჭიენტი და როგორი შედეგიც არის მისაღწევი. ამიტომ ყველაფერი ალბათ კომპლექსში ერთად და როდესაც ჩვენ თავიდან რომ ვახსენე 4P თანამშრომლობას გულისხმობთ ამ პერსონიფიცირების გარდა, როდესაც ჩვენ პაციენტს ინდივიდუალურად განვიხილავთ, აუცილებლად მისი მკურნალობა, მისი წინსვლა და ყველაფერი ცხოვრებაში უნდა იყოს თანამშრომლობით განხილული ოჯახთან, სკოლასთან და პირველ რიგში პაციენტთან, იმიტომ რომ ეს პატარა პაციენტის პიროვნებაა და მასაც აქვს თავისი სურვილები, სიხარულები. და ახლა ჩვენ სულ ყველაფერი ყოველთვის აუგრძელობ, ესეც არ შეიძლება. ამიტომ არსებობს ის ოქროს შუალედი, რაც არის კატეგორიული და რაც შესაძლებელია. ამიტომ მათაც სჭირდებათ დღესასწაულები და მათაც სჭირდებათ თუნდაც რაღაცა მომენტში იმ ხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც ზოგჯერ მედიკამენტებითაც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, დახმარებული, რათა თუნდაც ახალი წლების გარკვეული სიხარული მათ მიიღონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთად მაინც ჰარმონიზაციას და იმ ოქროს შუალედს გულისხმობს, რაც სხვადასხვა სპეციალისტებისა და ოჯახის თანამშრომლობით უნდა იყოს მიღწეული. ქაუტომაი, ჩვენ გადაცემისთვის განკუთვნილით რომ იწურება, ეს თემა არის ისეთი, რომელზეც ყოველთვის შეიძლება ვისაუბროთ და კიდევ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემას საუბარს, მაგრამ აი რა რჩევა შეგიძლიათ ვიცით ახლა ჩვენ მსმენელს, მოკლედ რომ აი თავიდან აიცილონ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ვინაიდან ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი არის სეზონური ალერგია და ეს თანადროულია მცენარეების უკვე დაწყებულ ყვავილობასთან, პირველ რიგში უნდა ურჩიოთ, რომ მოერიდონ ქარში ბავშვების გაყვანას. სასურველია სეირნობა იყოს დილას ადრე, სანამ მცენარეთა ყვავილობა დაიწყებს მაქსიმუმს და საღამოს. მზიან ამინჩი შუადღეს იყოს დაკეტილი ფანჯრები, რათა მცენარეული მტვერი ისევ არ შემოვიდეს ოთახში და როდესაც თვითონ გადაადგილდება, თქვათ მოზრდილ ბავშვზეა საუბარი, ან დედაც, რომელიც გადაადგილდება და ქარი გამოიარა დაბრუნდა სახლში, სასურველია რომ მან თავისი ტანსაცმელი დააფერთხოს გარეთ, რომ თვითონაც არ იყოს ამ მცენარეული მტვრის გადამტანი, დაბანონ ბავშვები სახეზე, იმიტომ რომ როდესაც გადის, ეს თვალში ეყრება მცენარეული მტვერი და ძალიან კარგი დახმარება შეიძლება იყოს აღმოჩენილი მექანიკურად, აი ცივი წყლით, ამ ალერგენების ჩამორეცხვით. იხმარონ მზის ათვალე, მანქანა იყოს დახურული მინებით. ყველა ეს მექანიკური საშუალება ძალიან ეხმარება. ძალიან უყვართ ჩვენს პაციენტებს, ვისაც აქვთ პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია, წვიმიანი ამინდი. როდესაც წვიმს თავიდან თითქოს, როდესაც აირევა და სხვადასხვა ჰაერის ფენები მოძრაობს, ცოტა მძიმდება
ხდება ხოლმე, მაგრამ როდესაც უკვე დაიწყება წვიმა და გასუფთავდება ატმოსფერო, აი წვიმის მერე სასიამოვნო არის სეირნობა კიდეც და როდესაც გაზაფხულზე წვიმიანი ამინდებია, რომ გამოვალ და ხედავ, რომ ცუდი ამინდია და ზოგი ამბობს, უი რა ცუდი ამინდა, მე ვამ დედა რა კაია ჩვენებს ეშველა, იმიტომ რომ მახსენდება ის მრავალრიცხოვანი არმია ალერგიული პაციენტებისა, რომელთაც წვიმა გაზაფხულზე ძალიან უხარიათ. ყოველ შემთხვევისათვის ამითთან ერთად შეიძლება დაგეგმონ მათი აქტივობა გარეთ. რაც შეეხება მედიკამენტებს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი კარგი საშუალება არსებობს. უბრალოდ სამწუხაროდ რეკომენდაცია ზოგადი არ არის, იმიტომ რომ მედიცინა არის ინდივიდუალური და გარდა ამისა საჭირო არის იყოს პროფესიული, იმიტომ რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც უნდა დასწრებულად, ანუ პირადი კონტაქტის საფუძველზე დეტალური ანამნეზისა და გამოკვლევის საფუძველზე მიღებული. და მინდა ვთქვა, რომ ალერგია ისეთ დიდ ურჩხულად არის ყოველთვის წარმოდგენილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ალერგიას შეუძლია ესეთი კუდი მოიქნიოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები შექმნას. ალბათ ეს უნდა გვახსოვდეს ექიმებსაც და პაციენტებსაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ საფრთხეებს ვგრძნობთ, ბუნებრივია ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის ფრთხილია და სიფრთხილე ყოველთვის სასარგებლოა ნებისმიერ სიტუაციაში. მაგრამ იქ სადაც ესეთი სიმძიმეები არის და ბუნებრივია რისკების წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებში საჭირო არის თანამშრომლობა, იმიტომ რომ უცბად დამდგარ ხიფათთან გამკლავება ძნელია და თუ ალერგიულია ძალიან პაციენტი, ჯობია მანამდე, სანამ სეზონი დაიწყება, მანამ სანამ მედიკამენტი დაგჭირდება, მანამ სანამ დიდი ხლაფორტის წინაშე დავდგებით თუ მაგალითად ბავშვი მიდის სასწავლად სხვა უცხო ქვეყანაში ან დასასვენებლად პრობლემური ბავშვმა უნდა დატოვოს მისთვის ჩვეული გარემო, საჭირო არის ექიმთან განხილული იყოს ყველა შესაძლო მაპროვოცირებელი ფაქტორები, შევიარაღდეთ ცოდნით, საშუალებებით და ღმერთმა ინებოს, რომ საერთოდაც არ დაგჭირდეს ისინი, ასე რომ პრევენცია არის, ასე ვთქვათ, დიდი გამარჯვების საწინდარი და ვურჩევ ყველას, რომ ითანამშრომლონ ექიმებთან. გისურვებთ ცხოვრებას ალერგიის გარეშე, ბედნიერ გაზაფხულსა და ზაფხულს. დიდი მადლობა. მადლობთ მეც მოწესრიგეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენმა რადიო მსმენელმა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაიგოთ თქვენგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. მე კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ კვირას 3 საათზე რადიო მე FM-ის პირდაპირ ეთერში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.